აი თუ რამე არის სუფთა, ეს ნაღდათ არის, იმიტომ რომ ლეჩხუმში წამალი კი ადამიანი აღარ არის რო შეწამყო. ეს ბაბუაშენივით ენამოსტრებული ნათქვამი იყო. სახში დავჯექით და ნუ თუ არ შეიძლება რამე ნატურალური დალი და მე აი რა არის ნამდვილი და სუფთა და ტყეშია ვაშლი, ხო ეგეთი ის წამოგვივიდა რა ტყეში ვაშლი არის სუფთა, იქ არც ადამიანია ნამყოფი და მით უმეტეს არც წამალი და ესე ტყეში შევაგროვით და დავწუღრეთ და მე უფრო ანუ ყველანაირი სერტიფიკატის გარეშეა, მაგრამ ნაღდათ ლეჩხუმის მიტოვებული სოფლების და ტყიდან წამოღებული ვაშლით არის. არანაირი ინდუსტრიული ვაშლი არ გამოვიყენებთ. ეს მართლა არის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი თავისივე საფუარით. სიდრის წარმოებლები და ლუდის წარმოებლები ძალიან მეგობრობთ, იმიტომ რომ ერთი მასში გავდივართ. და ბევრი ლუდის წარმოებელი სიდრსაც აწარმოებს. ითანად ხო? და რამდენი გრადუსია? 7. ეს არის შაქარს მაღლავდათ რომ 7 მაინც დარჩეს, რომ შეინახოს კარგად. კიდე დაგიხვეწია, ბევრად კაია. აი ტყეში ვისეირნე, ახლა ერთი ყურყვის და This is უგემბრიელესი. ეხლა დრო არა, მაგისი თუნდაც რაღაცა ეს პატარ-პატარა კრაფტ ინდუსტრიები. საქართველოს რაღაცა კრაფტ ქვეყანა უნდა იყოს საბოლოო ჯამში რა. სხვანაირად ვერ გადავრჩებით. ხო, ინდუსტრიაში ვერ შევეჯიბრებით. ვერავის ვერ მოუგებთ ინდუსტრიულ ესეთი ბრძოლაში. პატარა ხარისხი და ცოტა და ხარისხი. Incredible, huh? Yeah.